ეპიტეტს უხსნით და ვეუბნებით, რომ ეს არის მხატვრული განსაზღვრება. მაგალითად, აი რა გითხრათ, თქვათ, ობოლი მარგალიტი. ობოლი არის ეპიტეტი, ხო? და ეს განსხვავდება, აი მე და შენ რომ ჩვეულებრივად რომ მეტყველებთ ესეთ საყოფაცხოვრებო საუბრის დროს, რომ განსაზღვრებას გამოვიყენებთ. და წერია იქ მაგალითად ლამაზი გოგო. მე თურმე მეკრძალება, რომ შენ გითხრა ან ბავშვს ვაუწყო იქა, რომ სიტყვა ლამაზი შეიძლება გამოიყენო გოგოსთან. რატომ ლამაზი გოგოს წინააღმდეგია? დასკვნაში ჩაგვიწერეს, რომ ლამაზი გოგო დადებს ბავშვებში გენდერულ სტერეოტიპებს და ამიტომ ეს გვეკრძალება ჩვენ რომ გამოვიყენოთ რაიმე გარკვეული იდეების ინდოქტრინაცია ხო არ ხდება? იცი რა, შეიძლება ბევრი სახელით მოუნაცვლოთ ეს ამბავი, მაგრამ მე ამას პირდაპირ ვუწოდებ ნეობოლშევიზმის განათლების სფეროში. როდესაც შენ პირდაპირ გახვევენ თავზე შეხედულებათა რაღაც გარკვეულ სისტემას, რომელიც შემოფარგლულია რაღაც ერთი ხედვით და შენ გეკრძალება თურმე, რომ სხვაგვარი ხედვა წარუდგინო ამ ბავშვებს. სულ ვამბობთ ჩვენ, რომ სწავლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და აღზრდისაც ხოთაშორის არის ის, რომ ბავშვებს ასწავლო, რომ ერთი და იგივე საგანი, მოვლენა თუ ადამიანი უმჯობესია დაინახო მრავალი განსხვავებული კუთხით და შეაფასო განსხვავებული პოზიციებიდან და დაინახო მისი შინაგანი მრავალფეროვნებაც აქედან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ მანდამაინც ერთი რომელიმე კუთხე გააფეთიშო შენ.